მოგესალმებით უყურს, თქვენთან არის იამე და დღეს წარმოგიდგენთ არც თუ ისე საკაიფო ვიდეოს, მაგრამ რა ვიცი, გავასწორებ ჩემი აზრით. დღეს წარმოგიდგენთ ჩემი სეტაპის განხილვას, ანუ რა გვაქვს ჩემ სეტაპში, რა როგორა და ასე შემდეგ. ახლა კიდე გადავიდეთ თვითონ სეტაპზე. დაქს, რაც შეეხება ჩემ სეტაპს. ჩემი სეტაპი გამოიყურება აი ასე. კაბელ მენეჯმენტი დავიკიდოთ. სეტაპში რა როგორ ხდება? პირველ რიგში გავამოხლოთ ყურადღება მაუსზე. ეს არის Noxos gaming მაუსი, რომელიც საკმაოდ იაფად ვიყიდე და ძალიან მაგარი არის მის ფასში. მართლა აი 40 ლარი ღირს და დაჟე ძალიან ბევრი მოუდი აქვს. კონკრეტულად ეს მოვასება მე, ასევე DPI-შიც ძალიან ბევრი ვარიანტი აქვს, ძალიან ბევრის დაყენება შეგიძლია. რაც შეეხება კლავიატურას, კლავიატურა ჩვენ გვაქვს T-Wolf T40. საკმაოდ ბიუჯეტური კლავიატურა არის და დაჟე ფასდაკლებაში თუ ნახეთ, ძალიან მართლა ძალიან საკაიფოა. რაც შეეხება switch-ებს, ეს არის red switch-ები. ანუ ესე გამოიყურება თვითონ კლავიატურა, მაგრამ ბევრი მოუდი აქვს, ახლა კონკრეტულად ერთზე მიყენია. მართლა ძალიან ბევრი მოუდი აქვს პროსტა. დავაყენოთ ამაზე. ეხლა რაც შეეხება headset-ს, ეს არის Blotdish headset-ი, რომელიც ანუ კონკრეტულად ამის არ მახსოვს რომელი მოდელი არის, მაგრამ აი 3-4 წელია მაქვს, აი დაჟე ეტყობა რომ მართლა 3-4 წელია მაქვს. და აი ძალიან დიდი ხანია გაძლო მართლა და ძალიან საკაიფო არის. რაც შეეხება მონიტორს, ჩვენ გვაქვს Acer Nitro 180 Hz 1ms-ი დამწყები გეიმერებისთვის. დამწყები არა, დაჟე გეიმერებისთვის მართლა ძალიან საკაიფო მონიტორი არის და ამ მონიტორის ფასი არის სულ რაღაც 340 ლარი ფასდაკლების გარეშე. ძალიან საკაიფო მონიტორი არის. რა ხდება მონსტრში შიგნით? აი 5-ის მე 12 თაობა, 12600 კაიფი. საკმაოდ მაგარი, აი საკმაოდ ძლიერი არის, საკმაოდ ძლიერი და რა ვიცი, აი ნებისმიერ თამაშში ძალიან საკაიფოა მართლა. რაც შეეხება ოპერატიულ მეხსიერებებს, ჩვენ გვაქვს Fury 32 გიგაბაიტი 3733 MHz და არის თან RGB, გამოიყურება აი ასე. რაც შეეხება მეხსიერება გვაქვს Kingston-ის 1 ტერაბაიტიანი, რა ვიცი, ჩქარია რა, ჩქარი SSD. ხოლო რაც შეეხება ვიდეო კარტაში გვიყენია GeForce RTX 3060 Ti 8 გიგაბაიტიანი. ანუ ეს მონაცემები სტრიმინგისთვის, გეიმინგისთვის, ანუ ყველაფერში ყოფნით ძალიან საკაიფოდ. დაქს, დღეისათვის მეგობრებო, სულ ეს იყო. ეს არის ჩემი პირველი ვიდეო, იმედია გავარდება და იმედია გამოხმაურება იქნება. წინ ბევრი და ძალიან სახალისო ვიდეოები გელით, ამიტომ დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ სარესყილაკი, რადგან ამით мотиваცია მეძლევა რომ მე უფრო მეტი და უფრო ხარისხიანი და უფრო კარგი ვიდეოები შემოგთავაზოთ. ამიტომ მომავალ შეხვედრამდე.